ბაია ფიმი წარმოგიდგენთ. თუბა ბუიუკოსტონე, ენგინა ქიურეკი, ნებაჰათ ჩეჰრე, ერქან ჯანი, საიგინ სოისალი, თუვანა თურქაი, ბურაკ თამდოღანი, ბესთემ სუოზდემირი, ემრე ქიზილირმაქი, ბედია ენერი, სელი ნორთაჩლი, ელიფინჯი და სხვები. კომპოზიტორი თოიგარი შიკლი. სცენარის ავტორები ეილემ ჯამფოლათი და სემა ერგენეკონი. პროდიუსერი ქერემ ჩათაი. რეჟისორი აჰმედ ქათიქსიძე. შავი ფული და სიყვარული. აქ ყველაზე საუკეთესო ყავას ამზადებენ. მართალია წიწაკიანი პური ვერ ვიყიდეთ, მაგრამ არა უშავს კომისარო. სამაგიეროდ კრუასანები გვაქვს, თუმცა მე უფრო მწარე კერძები მიყვარს. დავსხდეთ. რომში რომ ცხოვრობდი, ყოველთვის აქ საუძმობდი ხოლმე. პირველად რომ ჩამოვედი, ამ ქალაქის დანახვაც არ მინდოდა. ყოველი ადგილი, ყოველი ქუჩა წარსულს მახსენებდა. ახლა ახლა მსოფლიოში საუკეთესო ქალაქია. იმდენად ლამაზია, რომ ყველაფერს გავიწყებს. ოღონდ ერთი პირობით. წარსული უნდა დაივიწყო და ბედნიერებით დადგმა. იქნებ როდისმე ესე შევძლოთ კომისარო. შეიძლება. ჯერ ყველაფერი არ გინახავს, რომ დაათვალიერებ უფრო მოგეწონება. რა მნიშვნელობა აქვს, რომ იქნება სინგაპური თუ ნიუ-იორკი? მთავარია ვისთან ერთად ვიქნები, როცა ერთად ვართ. ჩემთვის ყველა ქალაქი რომია. მართლა გეუბნები ელებ. ერთი საათი დაგვრჩა, ჩემთვის რაღაც უნდა გეჩვენებინა. წავიდეთ, ამას გზაში შევჭამთ. მზად ხარ კომისარო? მზად ვარ, სინიორინა. გთხოვთ.
მოგეწონა? ძალიან. შვენიერია. მიხარია რომ მოგწონს. ახლა ვეღარ გამექცევი, ძალიანაც რომ გინდოდეს. რომში ისევ დავბრუნდებით, კომისარო. გაქცევა არც მიფიქრია. ძალიან კმაყოფილი ვარ. რომი მართლა ლამაზია რა? არ ვიცი. ალბათ. ლამაზი ქალაქია, სინიორინა. მაგრამ შენ ვერ შეგედრება. ამ ქალაქს შენ ამშვენებ და იმიტომ არის ლამაზი. მზად ხარ ჩემთან ერთად ყველაფერი თავიდან დაიწყო. ტესტს თუ გაივლი ხო? რა ტესტს? გამომყევი. მოდი. სად მივდივართ, სინიორინა? ეს ის მონუმენტია. მერე? ნახოთ რა მოხდება. რა უნდა ვნახოთ? რას ვაპირებთ, სინიორინა? ნახოთ ვინ უფრო მატყუარა. შენი ჯერია. მე დასამალი არაფერი მაქვს. საზისღარო, ფილმი ნანახი გქონდა და ტყუილად მალაპარაკებდი, არა? მართლა არ მინახავს, მაგრამ ისე ყვებოდი ყველაფერი ცხადად დავინახე. კარგი. ეს ტესტიც გაიარე. გპირდები, აუცილებელიც რომ იყოს. აღარ მოგატყუებ. პირდები? გპირდები. გმადლობთ. ომერი სად არის? ისევ ზინავს?
ომერა. Sana ne diyeyim? რატომ არ მიჯერებ, რატომ? Sen hiç merak ნუ ღელოთ ბიძია. Bu sefer ეს საქმე ისე მოგვარდება, როგორც მე მეკადრება. 10-იანში მოვარტყამ. Olacak. ვიცი. ხმაზე გეტყობა. ძალიან მოწადინებული ჩანხარ. მალე დარწმუნდებით. yani ne kadar iyi olduğunu დარწმუნდებით რა ნიჭიერი მოსწავლე ვარ. göreceksin. Bu sana ამ საქმით ერთგვარი მადლიერება უნდა გამოვხატო. დღემდე გაწეულია მაგისთვის. რა ხდება მეთინ? სადმე მიდიხარ? Neden? ასე მგონია მე მშვიდობები. არა, უბრალოდ აღელვებული ვარ. Hadi კარგი, აბა შენიცე. ელიფი როგორაა? მზად არის? მზადა, თავშესანიშნავად გრძნობს. ნამდვილი პროფესიონალია. ორივეს ჯიბეში ჩაგვისვამს. o kız kontrol ხომ აკონტროლებთ? o Ömer ომერი ხომ არ გამოყვათ? bir şey olmasın. გეუბნებით, ჩემი ოსტატობა უნდა დაგიმტკიცოთ მეთქი. თქვენ კი ვიღაც გამოუცდელ პოლიციელზე მელაპარაკებით. ყველაფერი დავგეგმე. კომისრის ფაქტორს არ გავითვალისწინებდი? შვიდად იყავით. ომერი აქ არ არის. sadece აქ მხოლოდ მე ვარ, თქვენ, ელიფი და ჩვენი მომავალი ბიძია. kız var amca. O zaman მაგ მომავალს გაუფრთხილდი მეთენ. ayağını ყურადღებით იყავე. hadi საქმეს მორჩი და მალე დაბრუნდი. gel. Kolay. წარმატებას გისურვებ. მანქანა მოვიდა. ნაცრისფერი მიკროავტობუსი. ადნანი წაგიყვანს. მუდმივ კავშირზე იყავი და ჩემს ბრძანებას დაემორჩილე, კარგი? თუ რამე გაუგებრობა მოხდება, პაროლი მითხარე. Merak etme. ნუ ღელავ აქ ვართ. დროზე. არ დაგოგვიანდეს. Otelden სასტუმროდან გამოვიდნენ? ჩვენიერია. ასე თუ მოიქცევი, მიხვდებიან რომ გეშინია. მოდი ასე იფიქრე. თუ დავალებას სათანადოდ შეასრულებ, შენი შვილი გადარჩება. გასაგებია? kızı karşı გოგონას დახვდები და შენობაში შეიყვან. edeceksin. Tamam. კარგი. Gel. სად ხარ პატარაო? მოდი გელოდები. ელიფ, დამშვიდდი. ჩვენც აქ ვართ. Şimdi sen bankaya ბანკში შედი, ცოტა ხანში მეც შემოვალ. geleceğim oraya. Elif, ელიფ, gözünü სამის თვალი არ მოაშორო. მეთინი ხელს მოაწერს, ფაქტზე დავაკავებთ და ყველაფერი დასრულდება. მან ჩადე. თორემ დეტექტორი დააფიქსირებს. ben de ჩემთან უფრო უსაფრთხოდ იქნება. არა ომერ. გამოყენება არც იფიქრო, გასაგებია? არც ოპირებ. ყველაფერი მშვიდად დამთავრდება.
გამარჯობა. ელიფანი მიბრძანდებით? მეთინი სად არის? მეთინი? მე მხოლოდ ის მითხრეს, რომ დაგხვედროდით. ეს რას ნიშნავს? სხვა არაფერი ვიცი. რასაც გეუბნებით გააკეთეთ. ორივესთვის ასე ჯობია. გთხოვთ. მოგრძანდით ელიფანი. მეთინი მოვიდა? უნდა დაველოდოთ. დაბრძანდით. ინარხანიმმა გაიღვიძა? დიახ, ეფენდი. საუზმე ოთახში ავუტანე. ძალიან კარგი. დაისვენოს. კვებას ყურადღება მიაქციოს და განრიგი არ დაარღვიოს. დიახ, ეფენდი. აბა შენიცი. დილამშვიდობისა, მამამ. დილამშვიდობისა, შვილო, დილამშვიდობისა. ასე დროს სახლში არ ხარ ხოლმე. დღეს დასვენება გადავწყვიტე. ცოტა სიზარმაცე არც მემაწყენს. ძალიან კარგი. დილამშვიდობის გემრიელად მიირთვით. ნილუ, დილამშვიდობისა. მოდი, შვილო, მოდი. მოდი, დაჯექე. დაჯექე, ვისაუზმოთ. გმადლობთ, არ მინდა ძიათაიარ. თქვენ მიირთვით. მაშინ რა მედალია? მე რწვენი დაუსხი, შვილო. ახლავე, მამამ. გმადლობთ. მიხარია შენი ნახვა. ძალიან შეგეჩვია. ასეა. ჩვენიერი სიურპრიზი მოგვიწყო. რა დასამალია? და იმუსიამოვნო ამბის შემდეგ რომ არ მომაკითხეთ. ძალიან მეწყინა. ძიათაიარ, ხომ იცით, ჩვენ სახლში რა ხდება? ასლი, ელიფი, მე ვერა და ვერ დავმშვიდდით. არ გეწყინოთ, გთხოვთ. გეხუმრე, შვილო. მართლა გეუბნები, ყველაფერი გამოსწორდება, შვილო. უბრალოდ დრო გჭირდებათ. საყვარელ ადამიანებს ყველაფერს პატიობ. აი ხომ ხედავ, დაგინახე და ყველაფერი დამავიწყდა. მერც რაღაც უნდა ვუთხრა. რა ხდება? მაინტერესებს, მიკანოსე გამგზავრების შემოთავაზება ისევ ძალაშია თუ არა? რა თქმა უნდა, ძალაშია. იახტა ჩვენია. როცა გვინდა მაშინ გავემგზავრებით, ხომ ასეა, მამამ? ასეა, შვილო, ასეა. კარგი, ელიფი დაბრუნდება თუ არა გავემგზავროთ? კარგი. ელიფი სადაა? ელიფი რომშია, ძიათაიარ? რამე საქმე აქვს? როგორ აგიხსნათ? უფრო ჩემ გამოწავიდა. ხვალ ბრუნდება. შენ რა შუაში ხარ? უნივერსიტეტს ხომ არ იცვლე? გრძელი ისტორია, ძიათაიარ. სხვა დროს გეტყვით. კარგი, შვილო. მაპატია. რა სიტყვი? კარგად გავერთობით. რომი, იტალია. გთხოვთ, ელიფანი. ვისაც ველოდებოდი არ მოსულა. გამარჯობა, სინიორინა. გამარჯობა. გთხოვთ. მადლობთ. მინდა ეს თანხა ჩემს ანგარიშზე გადარიცხოთ. რა თქმა უნდა, თუ შეიძლება ხელი მოაწერეთ.
ოჯახ პატარაო. დღეიდან მეც დავისვენებ და შენც. შემოვიდე? ისინი მაინც დავაკავოთ ელებთან ვინც არიან. ვიდრე არ გეტყვი არ გაინძრაო მერმ. ჯერ ადრეა. უნდა ვიჩქაროთ, დავაკავოთ, თორემ მერე გვიან იქნება. ჯერ არაო მერმ. რა მოხდა? რადგან მეთინი არ იყო, ისინიც გავუშვით. ელიფს ფული გაათეთრებინეს, მეთინმა ისევ გაიმარჯვა. უნდა შევსულიყავით. არაო მერმ. შენ გინდა რომ შეყვარებულის გამო ეს საქმე დღესვე დაასრულო. სწორედ ამის მეშინოდა. რა გინდაო მე, რამ ოპერაციას საფრთხე უნდა შეუქმნა? ელიფს დაუპირდით რომ ყველაფერი დღეს დასრულდებოდა. მე არაფერს დავპირები ვარ, მერმ. არ დავპირები ვარ. შენი სახელით ილაპარაკე. ელიფი ჩვენთან თანამშრომლობას გააგრძელებს. ელიფს ვეღარ გამოიყენებთ. უფლებას არ მოგცემთ. მომისმინეო მერმ. პატივს გცემ და დღემდე ყველაფერში გეთანხმებოდი. მაგრამ თუ არ დამიჯერებ, იცოდე რომ ჩვენი გზები სამუდამოდ გაიყრება. მე ადნანს გავყვები. ეს თქვენი წილია. მეთინი მადლობას გიხდით. მანქანაში ჩაჯექი ელიფ. ამიხსენით რა ხდება? დამშვიდდი ელიფ. როგორ დამშვიდე, როგორ არაფერი გაგიკეთებიათ? მეთინი არ ყოფილა. მეთინი თუ არა მისი ხალხი ხომ იყო? შეგეძლოთ დაგეკავებინათ ან მათი საშუალებით გეპოვათ. ეს ასე მარტივი არ არის ელიფ. შესაძლოა მეთინმა გაიგო რომ ომერს ისევ დაუახლოვდი და თავი აგარიდა. მის ნდობას ისევ მოიპოვებ და თავი დამწდით. არა, ამას აღარ გავაკეთებ. სხვა გზა არ გვაქვს ელიფ. თავიდან უნდა დავიწყოთ. რა? ომერი სად არის? რა მოხდა იცის? გამიშვი გთხოვ, დავალება ხომ შევასრულე. ჩემს გოგონასთან გამიშვენ. გაჩვენდე. კარგი. ის მაინც მითხარი სად მივდივართ. ან გაჩვენდები, ან ტვინს გაგასხმევინებ და შვილს საერთოდ ვეღარ ნახავ. ომერი სად არის? ისე წავიდა არაფერი უთქვამს. ჯანდაბა. ხომ შეიძლება ერთხელ მაინც დამიჯეროს? სად უნდა წასულიყო? სად წავიდოდა? იმის გაკეთებას აპირებს, რაც ავუგრძალე.
რა ხდება? სიმშვიდეა, მოვდივართ. ომერი? მოყვება. ჩვენიერია. ხომ იცი ახლა რაც უნდა გააკეთოთ? ამ ბატკანს დავტოვებ და მოვალ. არ დაგიჭიროს თორე ორ დღეში შენს პანაშვიდს გადავიხდე. ნუღელავ, ყველაფერს ვაკონტროლებ. აბა თქვენ იცით. კომისარი ომერი მომიყვანეთ. წადი, ცოტა დაისვენე. რეისი 7 საათზეა. ომერს რა ელოდება? დახმარება რომ დასჭირდეს? მივხედავთ ელიფ. ეს ჩვენი საქმეა. ნუღელავ. შედი. მარჯვნივ. ადი. დროზე. შედი. რას აკეთებ?
გამარჯობა. გამარჯობა უფროსო. ჩანთაში ის არის, რასაც ველოდები. რა თქმა უნდა. პუნქტუალურები აღმოჩნდნენ. დროულად მოვიდნენ. ეს სერტიფიკატებია. კარგია. სად არიან? სანადიროდ წავიდნენ. ომერ მიპასუხე. ომერ გთხოვ მიპასუხე. ჟანგბადი მოიტანეთ. იარაღები აქ დააწყვეთ. ორი ნათურა დამჭირდება. დანარჩენს მე მივხედავ. რამე ხომ არ გჭირდება ექიმო? ჯერჯერობით არა თაიერბე. მალე ყველაფერი მზად იქნება. ბავშვები, დონორი მზად არის. სრულიად ჯანმრთელია. თანაცობოლია. ის, ვისაც უნდა გადავუნერგოთ, გოგონას მდგომარეობა სტაბილურია. მაგრამ რატომღაც მამამისი არ ჩანს. არ მესმის ნედიმ მაშვილი ასეთ დროს როგორ მიატოვა. რადგან არალეგალურად კეთდება, ალბათ ეშინია გურაე. ფული მოიტანა და ამით მოვალეობა მოიხადა. ყველა მამა ჩვენსავით მზრუნველი კი არ არის ექიმო. იმედია გადანერგვის შემდეგ მაინც მოაკითხავს. მოაკითხავს. რამდენ ხანს გაგრძელდება? დაახლოებით 5 საათში დავასრულებ. შენიერია, კარგია. რომი, იტალია. იმედია უკვე გზაში ხარ. არა, შენობის წინ დგავარ. ის ტიპები იქ არიან. მომისმინე ომერ, ოპერაცია დასრულებულია და უყოვნებლივ მოდი. არ დასრულებულა შესაძლოა მეთინიც აქ არის. ნება მომიცით შევიდე. მომისმინე, შენობაში შესვლის უფლებას არ გაძლევ. ახლავე დაბრუნდი ომერ. ეს ბრძანებაა, გელოდები. გოგონიოთ, რადგან უთხარით ომერი დაგიჯერებთ? განზრახვაზე ხელს აიღებს და დაბრუნდება? დამიჯერებს. სად არის? ელიფ. ნომერში წადე. დანარჩენს მე მივხედავ. გამგზავრებამდე ცოტა დაისვენე. იტალიელმა პოლიციელმა დარეკა. უთხარი რომ ომერი მილანშია. 29 ნომერში. თქვა თუ საჭიროა ომერს დამხმარე ჯგუფს გავუგზავნიო. რა ვუთხრა? ჯერჯერობით არ გვინდა. თუ დაგჭირდება დავუკავშირდებით.
რომიდან რა ისმის? ყველაფერი რიგზეა. ბანკს დავუკავშირდი, ფული უკვე ჩაირიცხა. ალმასები მეთინს აქვს. მეთინი როდის ბრუნდება? ხვალ. ყოჩახ. დავალებას თავის შესანიშნავად გაართვა. ჩეულ ფორმას დაუბრუნდა. რომი, იტალია. ავას ხომ არ ინებებთ, კომისარო? ელი ფაქრას აკეთებ. დასახმარებლად მოვედი. გაგიჟდი თავი ფილმში გგონია, ახლა ვესასტუმროში დაბრუნდე. ვალდებული ხარ ამიხსნა. მერე აგიხსნე. Bak bu sonra konuşulmuyor. მე აღარ ამიხსნი. Bugün gördük იცოდით რომ დღეს მეთინს არ დააკავებდით. değil mi? ხომ ასეა, მომატყუეთ ომერ. ელი გეფიცები არ ვიცოდე, დამიჯერე. მინდოდა ბანკში შემოვსულიყავი, მაგრამ სამი მუფლება არ მომცა. უფლებამოსილება არ მაქვს, პოლიციაში აღარ მუშაობ. რომ არ დავმორჩილებოდი ოპერაციას ჩამომაშორებდა. საფრთხეში ვერ ჩაგაგდებდი ელიფ. საიდან გაიგე რომ აქ ვიყავე? Hocam გავიგე. კარგი მასწავლებელი მყავს. ელიფ, გახმა. ელიფ წადე. თხოვ წადე. წადე. ომერ, სად მიდიხარ? ელიფ წადე. ომერ, ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.